მოდი მოკლედ მოგიყვებით, როგორ გავხდი მე კლუბის წევრი, საკრუიზო კლუბის წევრი, რომელიც ოცნებად მქონდა კრუიზში წავსულიყავი. აი, მოკლედ მოგიყვებით. არსებობს ესეთი ქალბატონი თია ავციაური, რომელიც რეკლამას იღებდა ამ კრუიზის შესახებ. ქალბატონო თია, გაიხსენეთ, როგორ იღებდით თქვენ ვიდეოს? ძალიან ბევრი ვიდეოები მაქვს და კერძოდ რომელზეა საუბარი. კერძოდ იცით რომელი იყო? აი ლურჯი პიჯაკი რო გაცვიათ და გემზე რო დადიხართ და ჩემი ფიქრები იყო ასეთი. აუ, რამდენ ვიდეოს იღებს ეს ქალი, გემზე რამდენს მოგზაურობს და პირველი რეაქცია რაც მქონდა, სად და როგორ სამსახურში მუშაობდა ქალბატონი თეა, რომ ამდენს მოგზაურობდა? აგიხსნით მოკლედ ვისარგებლებ შემთხვევით და ახსნე აი ამ მოკლედ დეტალიც არის და მოკლედაც არის ახლა ის რომ კომპანია არის საერთაშორისო და შესთავაზა მთელს მსოფლიოს სრულიად განსხვავებული მოდელი ტურიზმში, სრულიად სხვა მხარეს შეაბაკარები კრუიზულ მოგზაურობას. თუ ტურს აგენტოში მიხვალთ ერთხელ იყიდით, გადაიხდით იმას მთლიანად და წახვალთ სამოგზაუროდ და ისევ მიდიხართ. ყოველთვის კომპანიის ტურისტული სააგენტო ერთ ადამიანზე გაძლევს ერთ ტურს. ოთახს. თქვენ სხვა რომ წაიყვანოთ, აუცილებლად მშობლები ან ოჯახი, ყველა სათითაოდ უნდა შეუძინოთ. აი შეხედეთ აი ჩვენს კომპანიაში როგორ არის. მოგზაურობა დააკავშირა შესაძლებლობასთან. თუ ხარ შენ ამ საზოგადოების წევრი, ამ კლუბის წევრი, კლუბი დახურულია და აქ მოხვედრა მხოლოდ მოწვევით ხდება, კომპანია მუშაობს უკვე აი ამ კლუბის წევრი სასარგებლოდ. მოგზაურობა და შესაძლებლობა სადაც ხარ ამ საზოგადოების წევრი და კომპანია ყოველთვის გაძლევს აი ამ ბონუსებს. მაგრამ თქვენ ხომ აპიარებთ თქვენს დასვენებას, მოგზაურობას, ეს იგივე პიარია. იგივე გაყიდვას აკეთებთ თქვენ, მაგრამ ფულს არავინ არ გიხდის. კომპანია სთავაზობს ზუსტად ამას, რომ წადი იმოგზაურე, მე ფასდაკლებით გაგიშვებ, რომელიც ჩვენ ყოველთვის ბონუსებს გვაძლევს, ყველა ტური უვადოთ, ეს არ არის 1 და 2 აქცია, მუდმივად არის ეს და გვაქვს ჩვენ ფასდაკლებები 17%-იანი, 25, 50%-იანი, 100%-იანი წარმოიდგინეთ. 100%-იან ფასდაკლებაზე ხალხი ფიქრობს, რომ ეს არარეალურია, მაგრამ აღნიშნავ M წუთას მე დაჯავშნე მესამე კრუიზი, რომელიც 100%-იანი ფასდაკლებით გამიკეთა კომპანიამ და ამაზე თუ დაინტერესდებით, მე გავავრცობთ ამას, ახლა კი გავაგრძელოთ ისე 100%-იანი ფასდაკლება. 100%-იანი ფასდაკლება, ესე იგი მოგზაურობა და ონლაინ შემოსავალი ერთად დააკავშირა. გიკვირთ თქვენ, მაგრამ ეს რეალურია. მე 7 წელია აქ ვარ, კომპანია მიგროვებს მე იმ ბონუსებს მაძლევს, ვინაიდან მე ამ კლუბის წევრი ვარ. გარე სამყაროსთვის ეს მიუწვდომელია. ჩვენი კლუბის წევრებისთვის არის ეს. გვეკითხებია რა ღირს ტური, რომელი ერთი ტური გიხათ 21,000-ზე მეტი. ჩვენ მოგცა აი ეს წვდომა კლუბის წევრებს 21,000 ვინც შემოგთავაზებს 21,000 თავის ფასში და კლუბის წევრებს გვაქვს კიდე ამ თავის ფასიდან კიდე აი ეს ფასდაკლებები. მოგზაურობა დააკავშირა ონლაინ შემოსავალთან. არ არის სავალდებულო, არავინ არ გეუბნებათ, რომ გინდა თუ არა იმუშავეო. მოგზაურობა გინდათ, კი ბატონო, იმოგზაურეთ, გახდით. მაინც მომგებიანია ფასდაკლებები აქვს. ფასდაკლება აქვს, მაგრამ მაინც პიარს უკეთებენ, ხო? სოციალურ ქსელებში ჩვენ ვაშიარებთ ამას, კაცო, რომ ფოტოები და სურათები. ეგ არის, ჩვენც იგივეს ვაკეთებთ, ჩვენ რო დავდიოთ სამოგზაუროდ, მოგზაურობაში ჩვენ ფულს გვიხდიან. ვისვენებთ და ჩვენს დასვენებაში ფულს გვიხდიან. თითქოს არარეალურია, მაგრამ დამიჯერეთ, ეს იგივე წარმოდგენა შეიძლება წარმოიდგინოთ, რომ ტელეფონში შეგიძლიათ M წუთას აკრიფოთ ტელეფონზე, WhatsApp-ზე არ აქვს მნიშვნელობა და ამერიკაში ესაუბროთ. ხოდ ადრე ეს წარმოუდგენელი იყო, ხო? მაგრამ ეხლა ესე როგორც თქვენ მე მიყურებთ, როგორც ქალბატონ თეას უყურებთ, ასეთი რეალურია ზუსტად ეს კლუბიც, ეს მოგზაურობაც
და ბოლო სიტყვაზე ასე ტყოდით? ბოლო სიტყვას დაუკავშირდით მანჩო ხოდელს, თუ დაინტერესდებით, რა თქმა უნდა. ვინც თქვენ გიცნობთ ქალბატონო თეა? ვინც ვეცნობს, მე დამიკავშირდება. დაუკავშირდით მანჩო ხოდელს და აგიხსნით დეტალებში, მაგრამ ახსნას ნახვას ჯობია, გეპატიშებით 27-ში სასტუმრო რომელი სასტუმროა მანჩო? ბილტმორში 27-ში შაბათი დღეა, მოგილოცავთ ახალ წელსაც და გაგიზიარებთ ინფორმაციას, როგორ შეიძლება იმოგზაუროთ და მოგზაურობაში გადაგიხადონ ფული. არ გაჩქარებთ. ძალიან მაგარი შემოთავაზება, თავდაპირველად ნამდვილად შეიძლება იფიქროთ, რომ რაღაცა ისეთი ფაქტორია, თითქოს დაუჯერებელია, როგორ შეიძლება ფასტაკლებები ყოველ ჯერზე ყოველ მოგზაურზე მოგცეთ, მაგრამ დამიჯერეთ, რომ ეს რეალურია, გადახედეთ ჩვენს გვერდებს და მადლობა ქალბატონ თეას, ის არის პირველი ქართველი, ვინც ამ კლუბის შესახებ საქართველოში ინფორმაცია შემოიტანა. დიახ, ის არის პირველი ქართველი ქართული გუნდის არ დაუჯეროთ ინფორმაციას, თითქოს ქართული გუნდი არ არსებობს, ეს რუსულენოვანი ჯგუფები ამბობენ ასე და ეცადეთ, რომ რუსულენოვანი გუნდის მაგიერ ქართულენოვან გუნდს შემოუერთდეთ, იმიტომ რომ სწავლებაც ყველაფერიც არის ქართულად. ლეპტოპიც კი ინფორმაციები ყველაფერი ქართულად გვაქვს, ის ინფორმაცია, რომელიც კი არ არის გადათარგმნილი, ვცდილობთ ქართულად გადმოვიტანოთ და კლუბის შესახებ ყველა დეტალური ინფორმაცია ჩვენ კლუბის წევრებს მივაწოდოთ მხოლოდ ქართულად. ზოგიერთი ფიქრობს, მე ქართული ენის გარდა სხვა ენა არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, მე მგონი ჩვენ გუნდში იმდენი ადამიანია უცხო ენა რო იცის, რომ დაგეხმარებათ მოგზაურობის დროს, არ წახვიდეთ მარტო, არამედ გუნდურად, ასე ვთქვათ, გუნდურად წახვიდეთ და არსებობს ერთმა ადამიანმა მაინც არ იცოდეს უცხო ენა. დაგემშვიდობებით, ეხლა მომწერეთ თუ ვინმეს გაინტერესებთ კლუბის წევრობა, რომელიც 7-ვე კონტინენტზეა და ანტარქტიდაზეც კი სამეფო პინგვინებთანაც კი მიდის ჩვენი ლაინერი და ფასი იმდენად არარეალურად დაბალია, რომ ვერ წარმოგიდგენიათ. არარეალურად.